გამარჯობა, ეს არის ჩვენი პირველი PvP რეაქტი. ბევრი ვიფიქრეთ თუ ცოტა community-შიც ვიკითხე, რაღაც გამოკითხვები დავდე. დაგვედა თუ არა რეაქტის ვიდეოები YouTube-ზე და უმეტესობას მოეწონა აზრი, რაღაც დიდ ნაწილს არ მოეწონა კიდეც, მაგრამ როგორც აღნიშნეთ, თამაშის გრაფიკს არაფერს შეუშლის, ეს თამაშები ისე 4 შაბათ ჩვეულებრივ დაიდება, ასე რომ ვიფიქრე რატომაც არ ათქო. ხო და დაახლოებით 1 საათს არა, 9 საათის წინ დაიდო ბეთლი. და მინდოდა პირველი შთაბეჭდილებები ჩამეწერა, ასე რომ რამე თუ შემეშალა რაღაცა ისე თუ ვერ ქენი, მე ბოდიშით, ჯერ ეგერთი რომ პირველად წერ, მეორე რომ პირველად ვუყურებ ამ ბეთლს. ახალი დადებულია ძალიან. რატო გადავწყვიტე, მოკლედ ძალიან უცებ გეტყვით, რომ ძალიან დიდი ხანია უყურებ იდეაში აკაპელადან უყურებდი ბეთლს, ყველა სეზონი მაქვს ნახე, 2 ფინალზე ვარ ნაყოფი და ასე შემდეგ ძალიან გულშემატკივრება და მე ვთქვი რეაქციებსაც გადავიყეთქო. და დღეს უყურებთ მოკლედ მოსკას და ბანის season of battles და ნახოთ აბა რა იქნება. არ მჭირდება ჩემი სახელის გამოცხადება. VST ESK VST-ს რეკლამაში ადგილი გამონახა მიშკამყლეობების კეთებაში პადელი კი ნახა ჯერ VST მერე ესტრებელი ბანი განსაკუთრებული ყლეა ბესტსელერი ვა სპაგაცი ყავს ორი გაბრიელი რაგაცინებს ერთი გაგაცივებს მეორე კი გაგაცილებს ქსელი სტაბილო მაგ მოვაღარო ორეგანო შეში კაცობას ვერ ხედავ ხოდა მომეკალო აღარ ვიბეთლავებო და დუხზე მოეძა ილო ბერო შულთალი ტირა და გულზე მოეშვა ფეხი ვერსად მოიკიდე შეიცვალე გუნდები შეხარ PvP-ს თვიური თვაში ერთხელ ბრუნდები სიტყვა დამიხარჯეროდის უნდა მომცევალი კი შეხაშტიქია და გეგმილი არიყავი და ახლა ხვდები ჯიმა რა უნდა ვინ არის ბანი შენი საყვარელი რეპერიც ჩემის მაგაცი არის კაქტუსზე იბაზებს ვიცი კვიციონავარი რაც გინდა თქვი ეგ თემები ჩემზე აღარ არის კამარი და დესასტორზე დაგიდებ ყლეს მთელი გენგი მოეხმარეთ მარტო ვერ დაიღებს ზევიდან შენი გენგი ქვევიდან ისე ვივა შუაში შენი ყავი ორგია გამოგივას და თუ კი ვერ შეძელით ჩემი დაგდება ერთად შენ წარმოგვიდე კი სირად მე სირიუს ბლეკად მოვიდა ჩემ ფლოუშენთან მოვიდა ჩემ ფლოუშენთან მოვიდა CS ლო არ გადავა მაგრამ პიერები გამოყავდა next step ჩასკილებს გაგახსენ წვიმა გიხარია გოგოს მაგით მაინც დაასველებ შემოვედი სფეროში და პიქს ხდება პანიკა იგივებული ემინებთან არ დაიჯეროთ ეს ისტორია მას შექმნა მასავით უნდა იყოს შენი ვოუნდრება პერსფექტივ მოსკამ რამიქარა მარა თავში არეულობა ჰაიმი წავიდა მარა თესლი და ბრუნება მაქსო მანქანა ბრუნდება ჯერ მასადე გახურება ვერ გიშველა პელეს თვალში და წერილმა ქულებმა რაღაც ყველა ჩვევა ბანი კურდოს მიგიგავს ორ წუთზე დიდი რაუნდი მარტო PvP-ში გაქვს შეზე მაღლავი დეკი სულზებიდან გიყურებდი სუკლა ვარ და გავიწყდეს ფინალზე სირას მიხურებდი ისე round ვინარი ბანი ჩემი პირით მითხარი რომ მე წავიღე ფინალი გამოახვიდოთ ჩემი კრაუდია მძინარი და მომხაცა და ჩემი დეკი მაიქს ფინალი აგადაგრის რო ახსენებ შერლოკი ვარ ბასკერვილო ცხრნის ჩამიდგინეს ის რეკორდებში ვერ შეხვალშილ თუ ამას და ერქვა ფინალი ფინალურია ფინიშის ხასთან მიმის ჩვინა დაბლით ვისადილო ადგაგადი საზონა დაირო და ფრენდონა ჩემთან არ გავა ექსკოვა აქ მე ვარ მეინ პერსონა ფიქრობ მაქვინ თარბოლას ყუილად იმატებ წონას ვერაფერს მეტყვის საწყეს პატივს არ მივაგებ შეცდომას ყოა ეს რო დამიღერე ყოღომ რაღა ჭამოს არ ვარ სათამაშო და არც სათანადო დარბაბაზე დავდე შემდეგი შედევრი ნიკუშ ვერ გაუძლებ მაგრო ის მანქანა და გასასდოს მოულენ სუსტებს ეს პირველი რაუნდია ყველაფერი არ გინახავს მე თუ ფაჩი არ მაქვს მაშინ ეს ფაჩით გამილახავს ჩემი პირით ქვი შემდეგი ბიტი არის ჩემი ტაიპი ნუ გსხვენია ბავშვო აღიარე რომ ჩაიჯვი ძალიან კაი იყო საყოლ მოსკა ძალიან კაი იყო ძალიან მომეწონა 1-4-5 ფლოუ იყო რაღაცა წინა სეზონების რეფერენსები ერთ-ერთი ბიტი იყო ძალიან ერთფეროვანი თითქოს საერთოდ ოდნავაც არ იცვლებოდა ერთი და იგივე ის იყო მგონი სულ და ეგ არ მომეწონა მაგრამ ბიტი არაფერ შუაში ამასთან მოსკას ფლოუების ცვლილებებიც ძალიან კაი ჰქონდა პანჩებიც რავი ისეთი მწარე და რაღაცა ძალიან ჩარტყა და რაღაცები არ იყო მაგრამ საკმაოდ ისეთი სოლიდური პანჩები იყო რა მომეწონა ეგეც საყოლ მოსკა კაი ბიჭი ნახოთ აბა ბანი რას იზავს ეს ტიპი გავს ძალიან გიგიდე და მასაშვილს და ვინ არის თავიდან რომ ჩავთე თუ არა მეთქი ანუ ძალიან მართლა ეგ ხო არ არის ხარ ვიცი კაი ენეს ხოთ Eminem mode მე არა მაგ პრინციპიან მორალიან ბედი მელოდა ხალხი და მაგიტო გამოვედი ყველამ კარგად იცის მაიქს მერის გამოვდებდი ძრა და კერვა PvP-ზე ჩემს გამოვა ტრენდი რა დაწერა მოსკამ ჩემზე რას გამოათრევდი მოდი გამოვისწრო ბანი რატო
ბავშვი რატო დაიშალეთ რა კარგი გენგი იყავით სპონსორ მამა ყუთი მოგცა და ალბათ ვერ გაიყავით გაგიტრა ჩემგან ერთმანეთი რომ ვერ დაიცავით ან იქნე ვინმეს გამო სხვა გოგო ვერ გაიცანით რო გაიყო გზები არ მინდოდა ამისი თმა ბანის ვერ ვაჩერებ არ მინდოდა თავისი თქვა რატო დაიშალეთ მოდი გული გადაგვიშალე იქნებ ბიჭი მარგარიტმა შენი სამი სიტყვა ია ბაურაუნ მოსკა ბაურაუნ და გაჩოქა ერთმა რაუნდმა ფიქრობ რაუნდა ბანი ვინარი როცა ჩემპიონი ლაპარაკობს დაიჯვის სეზონებზე მოვიპარე შენი ნაჩუქარი ფინალი ჯერ სკაიმ დაგაგდო მერე თოვლი დადნა ფინალში გაეწუცა რა კრინჯობა იკადრა ჯერ ტიპიადგა რაღაც ბრონის ჟილეტი დადგა მერე დაიკიდარები პოდკასტებისა და მე მომიწვია მომიწია მის თო ხოიცი შენს რო იციან მათ რომ ეიაზვებოდი ნაჩუქარი ფინალის გამოზევიდან მიყურებდი არის ცოტი მეც რო შემხვდებოდი შებოზო ახლა გირჩევ როგორ უნდა დაიბრუნო დიდებად დღეს თუ მომიგება გიწევენ თამასას ბოხი ხმიტი ბაზრე დრამატურგია და დედა ნარჩე ჩვენ მივხედოთ ჟიურიში დავაყენებ თამადას მე ვარ ანჩელოტი 4-3-3 ვთამაშობ ულტრა და გიგზე არ აქცდება პანჩები გამოვედი რადგან ბეთლი მომენად რა თორე შენზე თესლი MC რო ვარ მაგას არ ჭირდება მსაჯები პანჩლაინი არ არის დინამიკი და ქარი ვარ შენ თუ ფარი იავი ამაში ხმალი ვარ აშენ და ჰარა ხარე ხაგიცანი ნიკი მოდი ერთი გაგვიკეთე პონი ვა ყოათე ბაღანა ჩაფხინე დეტაკე დემონებს კნიჯის გავლა და მე მართა გამიშვი ჩათვალე ეს ბეთლი მომიგე და ჩემზე თესლი რეპერი ცხა ოღონდ გახვეწები ცოტა ხანი დაიჯვი მოსკა 24 კამიჯი პროსტა ჯერ იყო თავარია ჩემპიონის ვერსი მერე თქვენი ფლოუ იმდენი ბოღმა აღებინე შენგან გავაკეთე მასკარბონეს რეცეპტები და გამუღამებინო მნიშვნელოვანი ვარ შეკი ვერიდან პროსტა მე კი შენივე ბოსთან გეტყვი შენი და დროს ყო ხალხი ჩემო სასმენად მოვიდა ყველამ და პოსტა თორე ყველას კიდი აპივიპი სლემიც და მოსკა say ვა გონისხურება ჯოჯო ხეთა გიგზიე გავხდი ხალხი ჩემპიონი სანამ ჰაიპს მისდიე მერე სეზონზე გამოვედი ძმაკაცები და გიგდე ბოლოს ავდექი და ჩემი ტრეკიც გაგამიქსიე yeah fuck out of here კაი იყო, ძალიან კაი იყო, ამის ფანჩი ძალიან სტაბილურად და ისე პროფესიონალურად მიყვება და უბრალოდ რატომღაც პირველი შთაბეჭდილებით გაცილებით რომ მოეწონა მოსკას პირველი რაუნდი. რაღაც ფლოუების ცვლილებებიც უფრო იყო, უფრო დინამიკა იყო, რაღაც რეფერენსები იყო ბევრი რა ქვია, წინა ბეთლებიდან. რავი, უფრო საინტერესოდ ჩემი აზრით მოსკას პირველი რაუნდი მე პირადად ეგრე მეჩვენა. პირველი შთაბეჭდილება, რა თქმა უნდა, მე კიდევ უყურებ ერთი 5-7 ჯერ და ალბათ შეიძლება შემეცვალოს აზრი, მაგრამ პირველი შთაბეჭდილებით მე მოსკას რაუნდი გაცილებით უფრო მომეწონა. მაგრამ ძალიან პროფესიონალური, კარგი, ანუ როგორც ბანის შეეფერება ეგეთი რაუნდი იყო მართლა. არაფერი არ ქონდა დასაწუნი, ასე ვთქვათ რა. ნახოთ მეორეები. გავიმეორებ. ეს უკვე ვიცი, ესაც იმეორებს. და ასთან ესე ჩამოვდგა კუას ზუსტად იმაში, რა ქვია, ფინალში. მაგას იმეორებს? არა, პროსტა ჩამოვდგა მგონი. PvP-ში დამაბრუნეო, ყოას თხოვ და ჯიმა რა გინდოდა ცოდობი ისედაც მქონდა. ყველას ეტენება ვისთანაც კი ბიფი ქონდა, არის მოსიარულე ლუბრიკანტი მიკროფონთან. გიჩევ რომ დატოვო მონოჰოლის შენინებით, რადგან გიგიმით არ ნიშნავს რომ ვარ კეთილები. რეპერო კი არა, ასტორმეტი სანდოზარო, ხო და გაჯი პაჭკოიჩე ნაბოზარო. ვიდე იყო და ვერა უნდა დავიდარი ბანიზე თუ კი ვერ გაითავისე ეს ბეთლი რატო გარისკე. ჩაინის და ბეთლი, გოხსენი კარიბჭე პანჩებისაც ავიდან ამოვიღეთ ავი გავერდე. ლაკი რო არ უნდა ლოკო გამიგონია, შეხარ მახ ეს გადასვლა ერთხელაც მინდა ბოდიშით. მიკროფონთან გიჩევ რომ დატოვო მონოჰოლის შენინებით, რადგან გიგიმით არ ნიშნავს რომ ვარ კეთილები. რეპერო კი არა, ასტორმეტი სანდოზარო, ხო და გაჯი პაჭკოიჩე ნაბოზარო. ვიდე იყო და ვერა უნდა დავიდარი ბანიზე თუ კი ვერ გაითავისე ეს ბეთლი რატო გარისკე. ჩაინის და ბეთლი, გოხსენი კარიბჭე პანჩებისაც ავიდან ამოვიღეთ ავი გავერდე. ლაკი რო არ უნდა ლოკო გამიგონია, შეხარ მახარა და ფლოუ არის ჭყონია. ბიპოლარი რო ხარ ვაცოდინოთ მოსახლეობას, ჯერ გაგვიღიმებს და მე იყვის რამე ყლეობას. იმდენი ფლოუ აქ როგორც უნდა ჭრის და კერავს, ვაშკაცობაზე მეტი ფლოუ რო გაგეკტეხავს. ნეტა ვიცოდებდი ნემში რა დაგანათლა რაც არ უნდა დაერეცხები და არ გამართლა. მიყურებდი ბალი როცა შედეგი დავდე 10 სანტიმეტრი მოიკელი თუ გინამგავდე. მე მეგრელი ლანისტერის სისხლი მეტყობა ტაზე. მე თუ პატარა ვარ გათამაშებ სამეფო კარზე. Gangbang თუ გინდა დავიწყო თავიდან თავისი თავიდან მე ვერ გაითავის ავიცი ხალხმა ჩვენი ბეთლის ალკარად რო აღიქვა. ქურთი ქართულ ენაზე და ჯამნად სამზე გაიჯვა. ჩემი მიწის რომი შეიგრძენი ყველა ბალი და ნატო შეხება კართან ბალი შეხარ ჩემი მარიტა.
ორი სიყვა გარითმა გიო რუსია ლეონიდა შენ ხარ მატილდა შენ მოვერცეთ მოდაკმა ვერავინ ვერაპაუსა ყველა დარტყმარი მძიმე რო წერტილი დაუსვა ხოდა ნიშანი არ არის შენი გამოძახილი სანტა კლაუსის ტანზე ხარ და სად არის მარხილი როგორც პირველობაზე ვარი დღესაც ისიატერდი კოლისეუმი კარგად ვიცი ეგზამად გავლილი წინა ბეთლები კარგად იციდან მე მაგზავნილი გატრიალების როგორც მეორად იქარვილი მე დღეს არ ვიქნები ყოარო ხოხმაური ისე გაგასაღებ არ ჭირდება აურზაური უნდა ჩამოვართო ყველაფერი რაც კი აბადია ცოტა ველურია მაგრამ მაინც მორჯულებადია ხოდა ჩუმად არა ვინგა ვიგოს ტრაფიკინგი უნდა მოვუწყოთ ხეშვენს ამიგოს მაგრამ ტირის ვერ ვაჩერებ და მიღვარად სრემლები როცა ტრაქში გავუკეთე ჩემი მწარე ვერსები ხოდა შეიღებე სული ხოდი წისფერო შენ როგორ უნდა წაბიციო ბიჭო წისფერო შენ ცოტა პირფერო ცოტა მლიქფლელო და ასთვის არ იყოს ჯეორების ტრიპერო სიტყვა დავძებეთ ზიამას რო არ ვეელესები მოსკაბრასმა შეასრულა და შეცვალა წესები არერევა დიდების საქმეში უბრალო ბიჭია მომიყევი როგორ შეგაფას აიაგო ხვიჭია მაგრამ რატო იაგო ეგ ვაფშე რა მოსატანი ნახე ლურჯი ავტობუსები შენს კლიპებში ამის ტანს კი არა სულ სჭირდება სტერილიზაცია ბევრი არასწორი ფული მოხდა შენ ჯიბეში ფოტის მერიამ კი ბალის ჯიბე გაასუქა ხალხი აჯობდა და ინსტაგრამი გააუქმა იცოდე რა შეთვის მენანება ფურთხიც როცა ქართველობაში გჯობია ქურთი ჩემი ძვაკაცები მაგითხავ ერჩებებით შენ კი შუში შენობას აკითხავ ჩვენებით ისევ გამიხურე სელესალამ შეგდგები შენ აკეთე მაღუს ტრაკით მეგი ტექსტებით მე რამდენი გვავიჩემწით მე კი ვერ ძღები უკვე მივირთვის ადგილი შენ ხარ დესერტი არე ლოდირასება და ცრემლი გერება შენი დემენტორი გასმობედნიერებას მერვე მილი გაიარე სცენარს ერთი წერს არ მეთახმები სცენარს შევეცი ჰეპი-ენდს თუ კი შენ ვერ დადევერში შენი გენგი წერს ნიკი მჭკუა ვერ გასავლა ხოდა მე ვიწევს მე თუ რამე გაგიტარე შენ ამან არ გაგახაროს ისე ვიზამ ხალხ ჟმონდელმა შენ ძმება დაგაღარო ვინც ჰეიჯის ჩაუდო ეს იმათუბა მსხარს ეხლა მე გეტყვი რომ მართლა გადაახდი მორალს არც ერთი მორალი ბალი შენ არ გაყენებს ზიანს მე ვამბობ სიმართლეს იმიტომ რომ მამა ჩემის გაზრდილი ვარ ეს რაზეც გადაობ და უყურებდი თვალს რემლიას შევეცი ჰიტლერს შენ კი შეუერთდი ჰოლოკოსტის სიას ეს ჩემი ლაინებია ეს ბიჭო ρε ზადვარდ თავიდან ძალიან მსახიობურად დაიწყო მოსკა მომეწონა მაგრამ ნუ პანჩები სუსტი იყო თავიდან რაუნდის დასაწყისში რა ნუ არაფერი პანჩები არ იყო გარდა იმისა რომ რაც გადახარშულია რომ აბა გეი ხარ და აბა ქალაჩუნა და აბა ისე და ეს ნუ ბანისთან ყველა აკეთებს კონი მაგას მე ბოლოში რაც იბაზრა რავი ეგენი თუ სიმართლეა რა საიდან რა წყარო როგორ ადასტურებს მაგ ყველაფერს არ ვიცი მაგრამ ნუ ისეთი პოლიტიკური ამბები შეტენა რომ ეგენი თუ სიმართლეა კი ძალიან კაი პანჩები გამოვიდა თუ ჭორებია და პროსტა რაღაცას იდეაში ჭორებსაც ბევრი წერს იდეაში ვერსებს მაგრამ რა ვიცი აბა ნუ საერთოდ ალბათ მე ვით რა ქვია პანჩებით ალბათ ეს რაუნდი ჯობდა ეს რაუნდის მეორე ნაწილი პირველ რაუნდს და ცოტა მსახიობური ის მომეწონა რა მოკლედ რაღაცა ხმის დაბლდა რო იწყებს მე ნუ ცulis ხმას და რაღაც ყვება თითქოს ისტორიას რა მე ვიკითხე სადვარ ნახოთ მეორე რაუნდი MC ჩემგან ხელმერცხლივ ჩარტე ეს ჩემი პანჩები იბაზრაო ბანიმ რაზე თქვა ძალიან მაინტერესებს Yeah. Punchline therapia უნდა ჩაგიტარო მოსკა დაძაბე გონება გაიხსენე ის მომენტი შენ აქ რომ გადაწყვიტე მოსვლა ალბათ ვერ გაიაზრე რა და ხდებოდა მეორე აფერისტის სენაკელი ჰეიზენბერგი ვარ პროექტის თუ გინდა არ მოკლა ბოზო თქვი ჩემი სახელი ბანი ვაუ ორმარც გამოდივარ და მთლიანად წვიან ფორმატს არ თამაშობ ფრენს ბიჭო არ ვუყურებ ნორმას ამიტომაც გადავიხე ყველა მორალს ყველა პრინციპს ყველა მიწის რომ ახლა ჩემი ძლია უდგემარტო ვიკის რომ თქვენი ბანდა თუ ბანდო ეს გუგა თუ ავტო თუ მეორე ჯერ ისე უნიკის ლავ და რო შეგახსენო ჩემი სახელი არ ჭირდება კუა მოჰავკი და ბრიუს ბაფერი ჩემს ყველა წარმატებაზე შენ პატარავდები ანუ მგონია რომ მონოჰოლში ვადამთავრდები ფინალი რომ მოვიგე მაგამის როგორ გაძინა რო დაგაბულინგეთ ყველა ძალიან ხუარ გეწკინა შენ გული გერე ვარ განმე მიჭი და მანაცლესო და აგერ დრამინა და ვორონცოვზე ბეტინა say what არწიე ბოზო ფინალი მოვიგი არწიე ბოზო ჩემპიონი ვარ და არწიე ბოზო შენ ძმაკაც მოვუგი არწიე ბოზო კამარი ჩემი არწიე ბოზო თვალებში მიყურე არწიე ბოზო კლიანად დაგშალეთ არწიე ბოზო მეტი ბოღმამი და არწიე ბოზო მომიწია დიდი ხანი მოსთა გამოსული გავი ბეწე რადგან მე ვასება პროსტა მონოჰოლში ვდავარ ყველა გულა მიმაქ სახში როცა არის ბიძე მოსკან და სანიკიცე კოსტა ბოღმის ადრებას თუ კიდევ უპირე punchline და ნარევას მე ვარ ზარბას
ბაზანი შენ კი პროცესს აზარბაზნე ხორცი დათანაპირებენ YouTube-ზე დადებას არაფერს განდობ ყველაზმა კაცი ხარ არა ხარ სანდო კიდია მე თქვენი ბანდო და ლეიბლი თავზე გადაჯმულებს სულ ხვდები მარტო არასდროს არაფერი არ გამოზდის და თანაც კითხვაც კი არ უჩნდება რატომ ვერსების ამოჭრა კი არა ისეთებს დაგმარტებ ეს ბეტლი ვაფშე არ დადონ ეს არის ჩემი დასახლება მე არ მუკვები პრინციპს ხან მოგება ხან წაგება ეგ შენთვის არის მები თორე მე არ ვებუები და ეგ არის ჩვენ შორის ყველაზე დიდი განსხვავება შეხარ გიგაკვეტენაზე ფული საკეთებელი მანქანა როცა გეტყვიან გარეპე ძალიან დიდი იმედგაცრუება არის მოსკას თავის ბასთან ერთად თუ კალათბურთზე რო ატარებენ ვაუ მე კი ვარ უკარება ამ პროექტის ასე ნაშა ვერავინ მეპარება შენაირ ტიპებს წერა ცოტა კი მეზარება შეხარ ტოტო ულტრა პრო მაქსი თვალები დაგება ზრები იქნები სწავლო როგორ უნდა ხუმრობები და მე სეტაპების აგება პირველ რიგში ბაზელინი ნუ ხარ ნუ ეტენები ვინც მოგიგო რემაჩი მაინც აჩარტარდება და უნდა გამიქაჩო გონი არასწორად გაიგე გამიქაჩო თვალები და მიქაჩე ივას უკნინდა რაყლეს ახიდას მეკურებდი ყოველთვის ეგეთი ბოხმიანი უნდა დარჩე თუ არა გაგპანჩი მაშინ გეგმაბე ვერასდროს უკნებით შენ და მე გამოვედგინათ სიბრალული შენ და მე ისე ბევასები შენზე ვფიქრობ დღეღამე მოსკა არის მონაჩემი ყველა მონაცემი გააჩნია ჰოდა მოსაცემი მომწეს და მე არ მჭირდება მოსაწევი პროსტა ხუთი მოსაწვევი მინდა ყველა წევრი რო დაჩმორდეს გადაწვით ყველა ეკრანი ორი მარტი არის სტრანი დღე როცა კინაღა მოიგო მოსკა მან უბრალოდ დღე როცა დაბრუნდა ბანი ვაუ ამ რაუნდში ბანის ძალიან დიდი ხოდი ქონდა. იმენა გიჟივით ხოდი ქონდა, არ ვიცი, რაღაც წინა რაუნდთან შედარებით. პანჩებიც უკეთესი მეჩვენა. უბრალოდ მგონია, რომ რაღაცა ეს რა ქვია, ბიტი არ უშვებს თითქოს, რაღაცა ფლოუების ცვლილება ცოტა, რაღაცა დინამიკა, რაღაცა ძალიან არ ეტყობა, არ ვიცი. ნიდიაში არც ერთს რა, ანუ ალბათ ბიტების თემა არის მართლა, რომ თითქოს ბიტები ვერ უშვებს უფრო მომხიბლავი ბეთლი რო იყოს, უფრო რაღაცა ეპიკური ბეთლი რო იყოს რა. ძალიან სტანდარტულად და ძალიან პროფესიონალურად ესე თითქოს სტაბილურად მიყვებიან ორივე უბრალოდ რა. არ ვიცი, ამ მეორე რაუნდში აზზე არა ვარ. ვერ დავაკვირდი ახლა რაღაცა იმას რომელმა წაიღო და ასე შემდეგ. ალბათ უფრო ბანი. მესამე რაუნდში მაინც იყო სკაი ბითები, პროსტა რა ვიცი, ძალიან არ მომწონს ეს ბითები, რა ვიცი. Let's see. Bani თვითონ შოუ არ გაჩნია მორალი, თუ შოუ ხარ გატრიალები ღბლიანი პორბალი. ამ მორალის თემაზე და ბანის დაბრუნების თემაზე და რაღაცეებზე. რავი, თვითონ წინა რაუნდში არ იყო, რო თქვა, ამან ბანიმ რო ეს რა ქვია, ყველა მორალს დავანგრევა და რაღაცა. ანუ მორალის გადაბიჯება საბლატაო თემა არ არის. ჩემი აზრით რა. უბრალოდ მინდოდა რომ ეს აღმენიშნა, რავი, არაფერია. მორალს რო აბიჯებ რა, მე რა. თესლი ხარ მორალს რო ანგრევ, რა ვიცი. და ამანაც ნუ, რა ქვია, მოსკამაც შეუკიკინა რა თქმა უნდა მაგ თემაზე ხო, ოკეი. მაგრამ ნუ ძალიან გადაღეჭა უკვე, გავიგეთ რომ დაბრუნდა, ანუ ევასება ტიპს. ბეთლები ძალიან ევასება და დაბრუნდა, ხო? არაუშავს. ხდება ხოლმე. კონახტები სიტყვას და მითხარი მე რა გიყო არ უთქვამს არ გამოვალო ეგ უბრალოდ სკრიმი იყო სკაისთან ბეცე მახსენა იმასთან ბეცე მახსენა ჩემზე ლაინებს არ ხდება მთელი სეზონი დამზევდა ადექი წაიღე ტიტული მაგრამ კაცის სახელი აღარ გაქვს რუსია შენი ბრალია რომ ერთ-ერთი კამარი აი ამ ყლეობას აქვს გახსოვთ ეს რომ ფლექსის ხოდი მქონდა ნახوي ბიჭო ბეცე მოსკა მოვდა დასულოკა ორი თვისი მიფი მქონდა ორი მარტი მონო ჰოლში მძიმედ მოხვდა ისეთი ამაზრზენი ეს კაცი განახათა ადექი წაიღე ტიტული მაგრამ კაცის სახელი აღარ გაქვს რუსია შენი ბრალია რომ ერთ-ერთი კამარი აი ამ ყლეობას აქვს გახსოვთ ეს რომ ფლექსის ხოდი მქონდა ნახوي ბიჭო ბეცე მოსკა მოვდა დასულოკა ორი თვისი მიფი მქონდა ორი მარტი მონო ჰოლში მძიმედ მოხვდა ისეთი ამაზრზენია რომ ყველა სურს ამისემა უყვარს ბიფი რეპერეთან ბოლოს ტრაკის მისემა რეფერენსებით მოგიგებ ჩემთვის დასალევი ხარ მაგარი დასაჯმელი ხარ მაგრამ რა საყვარელი ხარ სულ ჩემი თვალწევდი თავს თუ პრინკუფში ჩამკეტეს შენ როცა შეგაშინეს გლებმა ურეკავდი პანტერებს ია ყველა მომესენია და სურდა გამოიყენეს მომენტი რომ ვიყავი ჩუმად ეს მაგის გამოგვიზება სურდა დიდი ხალი ფლოუები ჯოჯოხეთში ხურდა დავკითხავ ჩემაღის სამოთხის კარები ყველა სეგონდა და მეცი და აღგინე ზალები ჩემი ფლოუ აზრაელის და მაგრია ფასადები ამოგი მარაგები და გადახშედაგები არც
წივივით ვქრი რომ ნახო ვინ რა კაცია ბანი შენი ტოლი ვარ მაგრამ შენთვის მე ვარძია ბოდიდან ჯობს ხო შეგან არა მოსკაზალები რო ვერ გასვალა თავში მახსებს რო გადაიღალა საფლავი თვითონ გაითხარა იმის მაგივრად რომ ბიჭო ცოტა კაცობა გესწავლა დგახარ სირივით იძახი ქვეშა არ ვიცი და რა ვქნა დამოკიდებული მაგარ წუთი დავიწყოთ თავიდან როგორ წუთი ბრალია თავისი თავიდან დუდი ჩასრულ საგდიო დასუნი თურმე რეკავდა სენაკი მოსკა მიშველეო ერთხელ ჩემი დისი წაშალონდა ბანი მარვიზა მომეჯერ ნაპოსა რომ ბავშვო ვისი ღირსი არ ხარ მოკითხვის ფემინურო ქავო აზაზელი ტრეკებს მოგიძღვრის ბანი ჩვენში რო ვდგა დრამო სატანია გინება მაგრამ ხლეს რო დაგიძახებ ვიცი არ გეწყინება ვიცი ეს თემა ათაჟერ გადახარ შეუკვეთრიში მაგრამ რა ვქნა უნდა ვთქვა კიდევ და ჰასი კიდევ სპირში შიშით მიყურებდი როგორ არ დაგიწყო кайფი ბლოკთან ახლოს კი არ მოჯვი ვიცი შიშით ჩაიჯვი სულ ჩემი ხწება დარჩება პირველი სამოსელი ველოდების სრულ ვერსიას მე მოგიწყე გამოცდები მე შენ თავიდან მახსოვხარ ფოთი და რო ჩამოხვედი განაცუდი ბავშვი იყავი უბრალოდ გამოყლებდი ჩემს უკან განაძმები არც ერთი არის შენი ფანი ხო და ყველა ერთხმად გეტყვით იდი ნახუი ბანი გავახნევა ჩვენი ძმა კიდევ ერთხელ PvP flow რა თქვა რომ ძალიან კაი ხოდი იყო ამისიც ფლოუების ცვლილება ისევ ამისი უფრო მეტად მომწონს ან რაღაც fast flow-ზე ცვლის ტონს ცვლის რაღაც ის ჩქარა ბიჭოზე მამა მოედა მაგის ისიც რაღაცას ახალისო იყო რა ანუ ერთობი ხვაზე ხარ ნახოთ მოკლედ მესამე რაუნდი ძბანის მომეწონა მესამე რაუნდის მომეწონა ძალიან კონსტრუქციულად აი ძალიან პროფესიონალურად ძალიან კარგად აკეთებენ ორივე მართლა აი ჩაოლობრებია ნახოთ კარგი პეტლი იყო ალბათ რადგან მოყვა მიწის ზრვა ბავშვებს ვანახოთ ამ ეგ დავამოღამე რომ ყველა სამივე ბიტს ქონდა გონი ეს ინტროს მომენტი თავიდან რაღაცა წყნარად და მერე იწყებენ აგდებენ რაღაცა 10 წამში იმას რა დროპებს ასე ვთქვათ რა პროექტი არ არის სისხლის ზრვა მოსკა ჩემი ძმა ხალხო ფანჩებს არ უნდა ჩეკი მოდი მე იქანე დამაყენე შენ აქ დადექი ადგილი ვცვალო ჩვენ კომფორტის ზონაში მამყოფე პეტლი არ ბრძოლა მარტყოფის არ დამეწუწება მაკოფე სულ ერთად იკავით მარტო მე აიწონა მე გადავწონე მოსკა დებილია მარტოზის მუნდერ კიდი როგორც ამბობენ რა დავაკელი პიცია კლავდა მანგრეველი ვარ ფაკი და მაკაველი მაგრატლი თუ გადაჭერი იკივლე და არ დამეწუწება მაკოფე სულ ერთად იკავით მარტო მე აიწონა მე გადავწონე მოსკა დებილია მარტოზის მუნდერ კიდი როგორც ამბობენ რა დავაკელი პიცია კლავდა მანგრეველი ვარ ფაკი და მაკაველი მაგრატლი თუ გადაჭერი იკივლე და ვარ კარტელი თან ახალი თან ვარცველი თან შემტევი თან ვამცველი მეინსტრიმი თან ეს რაუნდი დამქანცველი მანამ დანა მამი წადა აჭარბებს მოლოდინებს სანამ ბანი თესლა დრეპავს მოსკა პროსტა ხროტინებს ნუღმული ხარ ბიჭო კამეჩივით გვიყურებს ხალხი მეგრელების ჩემპიონთან და ისევ კრახი გაგ დეჟა ვიუ და ცოტა მერიდე მონოჰოლში არასდროს იქნება შენი დღე I'm bringing sexy back ჯობდა ძველი ვერსი ვარ მოსკა დუხუ წესი ღვთის კაცია ნექვთი მე ხარ ფრისტაილის მასალა პროსტა არ მიღიმ ხარ წერად შენ რომ მე მომიგებ მგონი მარტო სენაკში ჯერად შეხარ მათი რობოტი და რასაც ეტყვიან ყლაბავს გონი მაგი ტოფიქრობს დღემდე რომ მოუგო ტაჰას ვატრიალე ყველა ლეიბლი დავერდი ბოლო ვერსი არის ჩემში baby goatი აღარ ვარ შემომერია მე ჯაღარა წვერში არ გიჩვევ გადამემტერო აქ დიდი აზრებია პატარა ვერში ყლეზემ კიდი ადგეს მოგება მოსკა და აცის უკაი ამბებში თუ გავატან მოსკა საიბს თუ კი გავატან ორი დღე და უკან დავიბრუნე ვერთი პატლეცი რო თავში დავარტყა რეიტინგი თუ კი დავარდა ანუ ბანი ცოტა ავადა რა გახუარვებას რო თქო რო დავკერო ჟიური და და ბაბადან არ გამოვრიცხავთან არ მგონია ბეთლი წავაგო ხომ არ ჯობია ვერსი ვწერო და წესი ავაგო ჩემი მტკივნეული რაუნდები ხატავს დიცურას მოსკა ყლეზე მთავარია არ ეწყინოს გიგუნას მაიკი საფირწონე არტისტებს თუ იპოვით მომითრიე და მოსკასთან ერთად დავაყლიფონებ მკვდარი რეპერების სიას კიდევ ერთს თუ შევმატებ ანუ მონოჰოლი კიდევ ერთხელ გავადით გორე არ გდისავ არ გითხავი სექსისავ შენ მართლა არ ხარ კრისა მე ჰაიპი არა ფრისგან დღეს მოსკაინმა პრიზენ ვარ კარცერი პიტებს მიზანს არ ვაშორებ ერთი ვერსი და ყველა მოჭავს მისას და გაგმიქსავს მონალიზა რაუნდ
ისეთივე პროფესიონალური, ისეთივე სტაბილური და კარგი იყო, როგორც წინა ორი რაუნდი, უბრალოდ რაღაცას მეც ველოდი თითქოს ამ ბეთლისგან რაღაცა, არ ვიცი, რავი. ბითების თემა იყო, რომ ძალიან წყნარი ბითები მგონია ჯერ, წინაზე საღვნიშნე, მაგის თემა თუ რაღაცა არ ვიცი, მე ზოგადად ბეთლისგან ველოდი რატომღაც მეც, მაგრამ მოსკასგან მაგალითად საკმაოდ კარგი პერფორმანსი იყო რა, აი არაჩვეულებრივი კონკურენცია გაუწია, რა ვიცი. დიდი ალბათობით ბანი მოიგებს, არ ვიცი, არ მინახავს და არც დავსპოილერებულ ვარ არსად. შეიძლება დიდი ალბათობა რომ ბანი მოიგოს, მაგრამ რავი. ძალიან კარგი იყო მოსკოვს. ვიღაცა იმენა კამერაში ყვირის ბანის. მეგობრებო, მზად ვართ, ყველაზე ცუდ მომენტზე გადავერთოთ. მზად ხართ? ცუდ მომენტზე აი ამ კაცს თუ შეაფასებინათ. მოკლედ რა, მე ვიცი რომ ეს ძალიან რთულია. მე მინდა ყველა მიცოდეთ ვინც არიცით, იმიტომ რომ ამ გადაცემას ბევრი ახალგაზრდა უყურებს. ზოგადად ტრეპ საუნდი, ტრეპ ლორდი შემიძლია ესე ვთქვა. KA-ისთვის შევქმნათ ხმაური! გიგი და დალამაზიშვილი. ვოუ. პირველ რიგში მადლობა Flows მოწვევისთვის. და მადლობა ესეთ საპასუხისგებლო. მადლობა ასეთი საპასუხისგებლო საქმისთვის. ძალიან რთულია ჩემთვის ორი ესეთი მხეცი არტისტის, ასე ვთქვათ, განშა, მაგრამ სხვა გზა არ არის. რაუნდება ჩაუყვები. პირველი რაუნდი. ცოტა ხანი მაცადეთ მეგობრებო, ცოტა ხანი მაცადეთ. პირველი რაუნდი. აცადეთ იყვირონ 10 წამი იყვირებენ და გაჩერდებიან. ორივე ძალიან მაგარი პანჩლაინები ქონდა, ორივე ძალიან მაგარი დელივერი ქონდა, მაგრამ პირველი რაუნდი ჩემი აზრით წაიღო მოსკამ, იმიტომ რომ მოსკას ბევრი სხვადასხვა პერფორმანს ელემენტი ქონდა. მეორე რაუნდიც იქნებოდა თანაბარი, რომ არა მოსკა შენ შუა ბეთლის დროს რაღაცა აგეჭრა ერთი მომენტი და ბოლოში ცოტა აურიე. შესაბამისად მეორე რაუნდი არის ბანის. Okay. Shit. მესამე რაუნდი. ორი სიტყვა დავიწყდა რა და საწყალს. ნუ ეთანხმები რომ არ უნდა დავიწყოს ზოგადად არტისტს, მაგრამ მაინც. ძალიან კარგი იყო performance, flow, ყველაფერი. ბიჭებო, ყოჩახ. მაგრამ ბოლოსკენ აი თითქოს შევამჩნიე რომ ბანის ენერგია დაუვარდა და ბანი მის დელივერი ვერ დადო, რაც უნდა დაედო. ჩემი აზრით, ჩემი ხმა მოსკას შემდეგი. ეს რუსიას ძალიან უკმაყოფილო სახე ქონდა რატომღაც. შეხედეთ ხო? რუსიას სახეს უყურეთ ეს. როგორ გახედავს ახლა? არ ვიცი რა სახეა ეს უკმაყოფილების თუ რა იყო არ ვიცი. მაპატიე გიო, მაპატიე. შეხარ შემდეგი თვითონ როა მაგიტო. საქმეში რა მართლა, ამიტომ მაგიტო ქონდა ეგ სახე შემდეგი თვითონ რო უწევდა. მაპატიე რა. გიომდე კიდევ ერთხელ ძმებო, ეს ახალგაზრდა არტისტები რო დრილ საუნდზე შეჭდნენ და დაიწყეს დრილის კეთება, ეს დამიჯერეთ, აი ამ ადამიანის დამსახურება, კასისთვის შევქმნათ ხმაური! შემდეგი არ ყოფილა თვითონ რა იბაზრეს ოფშკარი ოკეი. კიდევ ერთხელ მეგობრებო, მინდა Flow-ში ერთ ახალ გემრიელ ივენტს როგორ ჩაეწერება მის პორტფოლიოში და გააგრძელებს მოღვაწეობას. Flow-ისთვის უშუალოდ შევქმნათ ხმაური ძალიან დიდი. გადავიდეთ შეფასებაზე ბეთლის. ურთულესი საკითხი, თავისთავად ყველა ხდება. მართლა ძალიან რთული შესაძლებელი ბეთლია. რაუნდი, აი რა ვიცი, KA-ის ჩემი კოლეგის შეფასებით რო დავიწყოთ, თითქმის აი
თითქმის ყველაფერში დავეთანხმე დაწყებული პირველი რაუნდიდან რაღაცეები იყო იქ ჩემთვის ძალიან დიდი ეფექტი აქვს როგორ შემოხვალ ბიტზე ანუ ბიტზე რას ილაპარაკებზე ამ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა როგორ შემოდიხარ უცებ ბიტზე და როგორ მუსიკას მასმეინებ ამას აქვს ჩემთვის და ძალიან ბევრისთვის დიდი მნიშვნელობა რაც შენ პირველ რაუნდში ისე ქენი რომ შანსი აღარ ქონდა ბანის რო ეს გაეკეთებინა რა ესე ვიფიქრე და ესეც მოხდა. ამიტომ ჩემი აზრით პირველი რაუნდი წაიღო მოსკამ. ანუ მეორე რაუნდში ბანი დალაგდა, ესე დავინახე რა, აი ნეურო ხედავს წვანეთ, ხო იცი ციფრებს, აი ესე დავინახე რომ ბანი დალაგდა ბიტზე, საოცრებები აკეთა, ულევი ფანჩები ილაპარაკა, ბიტზე ძალიან კარგად იჯდა, სადაც ვერ ქენი რაღაცეები იქ შენ რაც უნდა გექნა ჩემი აზრით რა. და ძალიან სამწუხაროა რომ ეს ყველაფერი არის ტექნიკური მხარე. უბრალოდ ტექნიკური თემა იყო. იდეაში მოსკას ახლა მეორე რაუნდის დასაწყისიც რო ისეთი რომ წარეკონოდა შეიძლება რაღაცეები გადაეკაჩა, მაგრამ სუსტი იყო მეორე რაუნდი მოსკას. დასაწყისი მაინც ყოველ შემთხვევაში საკმ ნახევარი რა პირველი ნახევარი. იყო საოცრება, მე არ მეგონა რომ ესეთ ფორმაში მყოფ MC-ს როგორც მესამე რაუნდში გაეძრო მოსკა არ მეგონა რომ ვინმე აჯობებდა რო არ მოგატყუო არ მეგონა რომ ვინმე აჯობებდა მაგრამ გაეძრო ადამიანი ვინც აჯობა იტოქში მესამე რაუნდს კარგა უნდა ჩაუჯდა ერთი კიდე ისეთი გადამწყვეტი ის იყო. გიო არის ჩემი აზრით და თქვენც თუ დამიდასტურებთ ამას თქვენი ენერგიით დაყვირილით, გიო არის ყველაზე გამოცდილი ჟიურის წევრი, ხო? სუდათ არის რუსია. ძალიან ნერვიულს. ძმას არ უნდა საერთოდ აქ დგომა და გამოგვიცხადა რომ საერთოდ არ უნდა რომ იყოს ჟიურის წევრი, აი ამ ემოციების გამო, რომელიც არის გამოწვეული მიკერძოებით. მესმის რომ ბანის ყავს თავისი გულშემატკივარი, მოსკავს ყავს თავისი გულშემატკივარი, მაგრამ ძალიან გთხოვთ, პატივი ეცით იმ არტისტების აზრს, რომელსაც ისმენთ აქ, იმიტომ რომ თქვენ ახლა ხართ მსმენელის პოზიციაში, როცა აღარ იქნებით მსმენელის პოზიციაში და მართლა დარწმუნებული ვარ, რომ ბევრ რამეს შეძლებთ, მუსიკაშიც და ყველაფერშიც, რასაც მოინდომებთ, მერე მესმის, რომ ეს ენერგია და ეს აგრესია ჟიურის წევრების მიმართ იყოს გამართლებული. ახლა ამ მომენტში არ არის გამართლებული და ძალიან გთხოვთ, ჟიურის წევრები როცა ლაპარაკობენ, მოვუსმინოთ, პატივი ვცეთ მათ, იმიტომ რომ ამ ადამიანებმა უნდა თქვენმა საყვარელმა არტისტმა მოიგო თუ წააგო. ხო, გვესმის ყველას ერთმანეთის. მადლობა კიდევ ერთხელ ამ გაგებისთვის. Yes. რაღაც მინდა რომ მოსკამ მოიგოს, ძალიან კაი კამბექი იქნება. Flows. საინტერესო იქნება. ადამიანი რომელიც ამ ყველაფერს თელი გულით და სულით აკეთებს. კაიკო. გამარჯობათ მეგობრებო. პირველ რიგში ბოდიში პაუზებისთვის, ბაგებისთვის, ზოგჯერ ჩხუბობთ, ზოგჯერ ვეხუთებით ერთმანეთს, უბრალოდ ემოციებმა იცს. ეხლა გადავიდეთ თქვენ ორზე. ცოტა გაიღიმეთ რავი რა. ტრაგედია ხო არ ხდება პირიქით. ჩემი ბრალია ძმა, ჩემი ხიფიშების ბრალია, მამაკი. ძმახარ. ერთი წამით. მე კას შენ და გეთანხმები პირველი რაუნდის თემაში შესვლაზე, თუმცა თუმცაზე არა და მან პანჩებიც მომეწონა უფრო ამის, იმიტომ რომ უფრო მწარე იყო, უფრო გირტყამდა რაღაც წერტილებზე, რაც მე ვიფიქრე, რომ ეს უფრო მძიმე იყო, ვიდრე შენ უფრო, კარგად აკეთებდი, მაგრამ უფრო აგდებს შენებურად ხო ხდები. ეს უფრო სერიოზულად იყო. ფლოუებში ორივე ძალიან კარგები იყავით. მოსკამ თავიდანვე წაიღო. პირველი რაუნდი, ხო, მოსკა უეჭველი. მეორე რაუნდი, ორივე კარგები იყავით. კაი პანჩები, ფლოუები ძალიან მაგარი გქონდა შენც. შენ დალაგებული გქონდა სწორედ ლამაზად. ერთადერთი ხო, აი იმ ბაგის იცი ხო შენც მივხვდი ბრო. Yes, მაგ ბაგის გამო აი ეგ შენი იდეალურობა დაარღვიე. ჩემი ხმა ბანის, მეორე რაუნდი ბანის. ჩემი აზრით, ანუ ბანის ისედაც კარგი მეორე რაუნდი ქონდა, ისედაც უკეთესი მეორე რაუნდი ქონდა, უბრალოდ რავი, თითქოს როგორც მახსოვს ეხლა არ გადავახო მაგაზე, მაგრამ თითქოს რაღაცა ერთწამიანი ჩავარდნა ქონდა და ეგრე ძალიან
რატო ამახვილებენ ყურადღებას არ ვიცი. იმიტომ რომ ყოფილა სხვა სიტუაციებიც არ გაუმახვილებიათ მაგხალა ყურადღება. ერთი წამით. მესამე რაუნდი. ძალიან მწარე პანჩები ქონდა. ეს პასუხობდა ძალიან მაგრად, ანუ ერთმანეთს რაღაცეებში ეფლექსავეთ ძალიან კარგად. ძალიან მომეწონა ფასტის მომენტზე რომ გადახვედი. ოკეი. არ ველოდი შენგან, შენ იცი. დიქციაზე რო სულ გიჭამდი ტვინს და ეგ მომენტიც მომეწონა რა დუხითაც გააკეთე ეგ დელივერი რა ვაიბიც მოქონდა ბანისაც მოქონდა არანაკლები ვაიბი არანაკლები პანჩები და რაც ძალიან მომეწონა უფრო ხშირად იცვლებოდა ფლოუები და ერთი წამით უფრო ხშირად იცვლებოდა ფლოუები შენთან და ეგ სამივე რაუნდში შევამჩნიე ძალიან მომწონს როცა არტისტი შიგნით ლაინებში რითმავს ეგ არის ერთ-ერთი ყველაზე ჰაი ლეველი თუ უსმენთ ემინემს თუნდაც ტექნაის და ეგეთ არტისტებს დაამუღამებთ რამდენად ძნელია და რამდენად ლამაზია შიგნით რომ მიდის ეს რითმაობა ორივეს ძალიან დიდი მადლობა ძალიან მადლობა ამ ბედისთვის ჩემი ხმა ბანის მესამე რაუნდში Young Max ესე ძალიან უხარია არ ვიცი. ძალიან კაი ბეთლი იყო გადავა, არ ვიცი რავი. მე მინდა და მოსკას მოგება, მაგრამ ნუ ძალიან კარგი პერფორმანსი და ორივე მე ხა მაგას ვერ იტყვი რა უშუალოდ, ანუ ესე ვერ ვიტყვი გადაჭრით რომ იმან მოიგო და რატო, ან რაღაცა ეგეთ საერთოდ სისულელეა. ძალიან კარგი პანჩები იყო, რავი, ერთი 5 ჯერ 6 ჯერ კიდე უყურებ, იმიტომ რომ მე მახსენდება ხოლმე რაღაცებს, რომ ან კარგად რო ჩაუჯდები ხოლმე, მე უფრო ვაქცევ ყურადღებას რა. ერთ-ერთი რაც არ მომეწონა საერთოდ ამ ბეთლში, აი როგორ გითხრათ, ისეთი ლეგენდარული მომენტები, რომლებიც იყო წინა სეზონში საერთოდ არ იყო აქ თითქოს. აი რავი, რაღაც სასწაული პერფორმანსი, სასწაული მსახიობობა, ან რაღაცა ფლოუს სასწაული ცვლილება, ან რავი, ძალიან სტაბილური, პროფესიონალური, კარგი ბეთლი იყო რა. სასწაული არაფერი არ იყო. ჩემი აზრით. მაგრამ თესლი ბეთლი იყო, სტაბილურად კარგი. რა გითხრათ მეტი. მოკლედ, ეგ არის და ეს იყო ჩვენი პირველი რეაქცია. მე კომენტარებში განვიხილოთ, რავი, კიდე ბევრჯერ ვუყურებ მეც და კარგად რომ გადავხედოთ, გინდათ კომენტარებში ვისაუბროთ და განვიხილოთ ვინ რა როგორ წაიღო და ასე შემდეგ. ასევე გაითვალისწინეთ, რომ ყველაფერი ჩემი პირადი აზრია და ნუ რაფრის გამო უნდა დამაჯვამთ. ან რა ვიცი, შეგიძლიათ დამაჯვოთ, ახლა მკიდია, მაგრამ მაინც უნდა იცოდეთ, რომ ადამიანებს საკუთარი აზრები აქვთ და ამ რეაქციებსაც მაგითო წერენ, რომ საკუთარი აზრი გამოხატონ. რო იცოდეთ. ძალიან დიდი მოდიშით რომ დაგაჭვით ახლა მეც ვასწრებ. ძალიან დიდი მადლობა მოკლედ რომ მიყურებდით და შევხვდებით 4 შაბათს პირველი The Long Dark-ის ეპიზოდით. და კარგით.